კარგი, მოდი გადავხედოთ ბირჟებზე არსებულ ვითარებას, გუშინდელიდან მოყოლებული ვიდრე დღემდე, ბირჟები რომელმაც უკვე დაასრულეს ვაჭრობა, ძირითადად დასავლეთის ბირჟებზეა საუბარი, ვითარება საკმაოდ რთული და უმძიმესია, შეიძლება ითქვას, აი ამ მიმდინარე ვითარებაში 1.5% შემცირებული S&P, Dow Jones-ი, რომელიც 2%-ზე მეტად არის შემცირებული და 1.5%-ზე მეტით, 1.75%-ით შემცირებული NASDAQ-ი იძლევა იმ ვითარებას, რომ ბირჟები საკმაოდ რთულ პერიოდს გადიან, ისევე როგორც კლება არის ევროპის ფლაგმანურ ინდექსთან, STOXX 600-თან დაკავშირებით და არც დიდი ასე ვთქვათ, მიმართებით გაიხსნა აზიის უმსხვილესი შანხაი 1.15%-ით, თუმცა იაპონიის აქციები იძლევა რაღაც გარკვეული იმედის საშუალებას 1.18-ით გაიზარდა მათი პროცენტები. რაც შეეხება ვითარებას ნავთობთან დაკავშირებით, აქაც სვალებადია მდგომარეობა, კლებაში არის ნედლი ნავთობის და ბრენტიც 83-ზე და 89-ზე არის, ისევე როგორც დიდად არ არის შეცვლილი ვითარება ოქროსთან და ვერცხლთან დაკავშირებით, უნცია ოქროსი 4053-ია, ვერცხლი კი 57-ზე. მოდი რომ შევხედოთ ბარემ კომპანიების კაპიტალიზაცია სამ დროისთვის, აქაც დიდად ცვლილება არ არის, ფორმალურად 5 ტრილიონიანი ნიშნული. ნახეთ, Apple-მა უკვე დატოვა და იგი მას 23 მილიარდი აშორებს, რო კვლავ დაუბრუნდეს 5 მილიარდიან ნიშნულს, საკმაოდ ჩამორჩება ამ ნიშნულს Nvidia, თუმცა აქ პრობლემა ის არის, რომ ორივე კომპანია პოზიციურად კლებაში არის მათი აქციების ფასი, ისევე როგორც წამყვანი კომპანიების ძირითადი ნაწილი ყველა კლებაში არის ბირჟებზე არსებული ვითარების გამო და ერთადერთი გამონაკლისი ამ დროისთვის არის Alphabet-ი, რომელიც Google-ის შობელი კომპანიაა. ერთიც რაც აუცილებლად აინტერესებს და მუდმივად გწერენ ამასთან დაკავშირებით და მადლობა ამ გამოხმაურებისთვის კრიპტოვალუტით მოვაჭრეებს. დღეს კრიპტოვალუტების ვითარება, დიახ, 2 ტრილიონ 280 მილიარდზე არის. ეს ბაზარი ესე არის შეფასებული კრიპტოინდუსტრიის. რაც შეეხება თავად ბიტკოინს, იგი $73900 ივაჭრება, ხოლო ეთერიუმი $1892-ზეა. ეს მხოლოდ ორი წამყვანი კრიპტოვალუტა არის, რომელიც ფაქტიურად ბიტკოინი და შემდგომ უკვე ეთერიუმი ქმნიან ამინს, თუმცა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მეგობრებო, რომ CoinMania, რომელიც ეროვნული ბანკის მიერ და შემოსავლების სამსახურის მიერ ვერიფიცირებული საქართველოს ქართული კრიპტო პლატფორმა არის და საბირჟო პლატფორმა არის, 1000-ზე მეტ კრიპტო ვალუტას გთავაზობთ სავაჭროდ და შეგიძლიათ მათ მიმართოთ და გონიერი და აზრიანი მენეჯერები დაგეხმარებიან ყველაფერში.